თუ გინდა რომ ეს ლამაზი ბახშა ქონდეს და მუსტანგი, მაშინ ამ ვიდეოს ბოლომდე უყურე და აბსოლუტურად ყველაფერს გაიგებ. Საჰამი ძმდებო მოგესალმებით ისევ და ისევ. დღეს ჰოსტი და მე გასწავლით თუ როგორ უნდა გააკეთოთ ლარიანი პაზონებისგან ულამაზესი სახლის ქოთანი. სადაც შეგიძლიათ გაახაროთ ოხრახუში, როზმარინი და ასლ. დაგჭირდება ამისთვის ერთი პადონი. პირველი რაც ვაკეთებ ძალიან მარტივი, რაც არის შუა ფიცრებს ვიღებთ 1 2 3. ხელა დაგჭირდება ტოლსენის. ამ ფიცრებს არ ვაგდებთ. გვერდებზე სიმყარისთვის ვაკრავთ და სილამაზეს. ეს არის ქროუნის ხრახტ დამჭერი, რომელიც შურუპებს რო ურტყავს სიდიაში ეგრე უჭერს და აღარ ამტრევს შიგნით. ეს არის ტოლსენის ნაბორი. ვიღებთ თავს მარტივად იზი, წიკ. დავაყენეთ და ჩავდებთ. მაგნიტია ეს არ გადმოვარდება და დავიჭერთ, ესეც მაგნიტია. წავიდა ეხა გუგუნი. დარტყმით შევიდა. გიროსკოპი აქვს შიგნით, რომელიც ხელს უშლის გადაყირავებას. ეხლა შემდეგი, გვერდები დამზადებულია. შეგვიძლია ეს გამოშვერილები ეხავე ჩავაჭრათ. ქროუნის ბრენდს აქვს ეგეთი პლუსი, რომ ნებისმიერი მოწყობილობა მუშაობს ერთ და იგივე ბატარეაზე. მარტივად ლობზიკით დავამთავრეთ. ეს არის აგროქსოვილი, ეს პატარა გადაკეცვებს უკეთებთ და მარტივად თოლსენის სტეპლერი, ეს არის ინდუსტრიული სტეპლერი, თაიდანაც რეგულირდება რა ზომაზე ჩავიდეს და რა ზომის ტყუები ჩაარტყას ბოლომდე. დაიჭიმა. მორჩა ქსოვილის დაყენება, ამ ქსოვილზე სიმაგრისთვის ფანერას ვადებთ. ეს ტყუები არის თოლსენის და თვითონ დანადგარი არის ქრაუნის. და ძალიან მარტივია იდეაში რა აქ. გაამყარა კონსტრუქცია და სულ რაღაც 20 წამში რაც უნდა გვეჩალიჩა ძალიან დიდი ხანი მარტივად მოვაჭერეთ. ეხლა გვაქვს ზედმეტი. თითქმის მზად არის. ეხლა ძალიან მარტივად ამას დავაზუმფარებთ. ეს არის ქროუნის საშკურკი, ოღონდ ლენტური საშკურკი, რომელიც მრგვალით იდეაში დიდი ხანი მოუნდებით. ეს არის ბევრად მარტივი რა. ესე იგი, მიწა მოვიდა, მიწათ ხარ, მიწათ იქცევი, დავიწყოთ ჩაყრა. პატარა საჩითილე გაქვთ, ან შეგიძლიათ ყვავილები დარგოთ. ლუქს გარდენის ბაღის მოვლის საშუალებები, ეჰანი ჭარხლის გვერდზე. ეს არის ყვავილი. ხარის გულა ქვია ამას. სულ, დავრგეთ, ეხლა გვინდა წყალი. და წვიმის ეფექტით ვწყავთ.